საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდაჭერა ჩვენ სიუჟეტში. საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი და ახალი ადმინისტრაციის პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ასე აფასებენ თბილისში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ამერიკაში და ქვეყნის პირველ პირებთან ქართული მხარის შეხვედრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრა იყო. თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. დონალდ ტრამპთან შეხვედრას წინ უძღოდა გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტისგან მიიღო გარანტია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით გაღრმავდება, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ქართულმა მხარემ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღო საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, ჰქონდა საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე, ეს არის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება, ეს არის კულტურული ურთიერთობები, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის შემდეგ შეხვედრები სენატში გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯონ მაკეინს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სენატორებს რონ ჯონსონს, კრიმ მერფის და ჯინ შაჰინსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე. სენატორებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე საუბრისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა. თავდაცვა, უსაფრთხოება და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავება, ასეთი იყო შეხვედრის დღის წესრიგი. სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ახალ შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ მოაწერეს ხელი. შეთანხმება იძლევა საფუძველს გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობები და ტერორიზმის წინააღმდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. ისაუბრებს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აგრესიაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ქართული დელეგაციის წევრები აღნიშნავდნენ, ვიზიტი უპრეცედენტოა შედეგების თვალსაზრისით. ამ შეხვედრებით ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოხატა, რომ თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებში მაქსიმალურად გაღრმავდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ თანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი,
ჩვენ გვაქვს ზურგს უკან 25 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის და ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი მიმართულებების, ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივაზე ამ მიმართულებების გაღრმავების. შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამერიკაში ვიზიტი და თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ოფიციალურმა თბილისმა შეაფასა როგორც ამერიკის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დემონსტრირება. მით უფრო როცა იგეგმება თეთრი სახლის ლიდერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ქართული მხარის განმარტებით თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე ამერიკამ მკაფიო გზავნილი გააგზავნა რეგიონში, რომ ოფიციალური ვაშინგტონისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება. სტრატეგიული პარტნიორების მიერ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკას საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილი უნდა გახდეს. პუტინთან შეხვედრაზე იქნება თუ არა საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე აღსანიშნავია და საგულისხმოა ის, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია საკანონმდებლო აქტის ხელმოწერით დაადასტურა. ამ მოვლენის ფონზე ქართული მხარე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და ამერიკას საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევს. ნათლად აფიქსირებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი ერთობლივი საქმის გამარჯვება. მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით დაახლოების გზაზე.